სპორტის ახალი ამბები. კახა გელაშვილთან ერთად რადიო იმედის ეთერში. დღევანდელი დღე ისტორიული დღეა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების 21 წლის ფორვარდ თორნიკე შენგელიას კარიერაში. თორნიკემ NBA-ში პირველი ორმაგი დუბლი მიითვალა ბრუკლინი ვაშინგტონის მატჩში, რომელიც ბრუკლინმა 106-101 5 ქულის სხვაობით მოიგო. შენგელიამ მისთვის რეკორდული 25 წუთნახევარი გაატარა მოედანზე მთელი სეზონის მანძილზე. თოკომ ერთიანობაში 67 წუთი ითამაშა 18 მატჩში საშუალოდ 3 წუთსა და 42 წამს ასპარეზობდა და აი დღევანდელ შეხვედრაში ნიუ-იორკელთა მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა პიჯეი კარლესინმა 25 წუთზე მეტი დრო დაუთმო. თავის ახალგაზრდა ქართველ შეგირდს შენგელიამ შანსი ბრწყინვალედ გამოიყენა 11-11 მოხსნა. მის ანგარიშზე მარგი ქმედების კოეფიციენტით +19 გახლავთ, რაც ორივე გუნდის კალათბურთელთაგან საუკეთესო მაჩვენებელია. ვულოცავთ თორნიკეს და ზოგადად ქართული კალათბურთის ყველა გულშემატკივარს. იმედი ვიქონიოთ კიდევ არაერთ ორმაგ დუბლს შეასრულებს შენგელი NBA-ში. დღევანდელი დღე კი მის კარიერაში, როგორც უკვე აღნიშნეთ, დარჩება როგორც ერთ-ერთი პირველი ყველაზე სერიოზული წარმატება. ხვალ რეგულარული ჩემპიონატის ბოლოს წინა დღე გახლავთ. NBA-ში 3 მატჩი გაიმართება. ატლანტა ზაზაფაჩულიას გუნდი, რომელიც ტრამვირებული ქართველი ცენტრის გარეშე თამაშობს. ტორონტო რეპტორს მიიღებს ბოსტონი ინდიანას, ლოს-ანჯელეს კლიპერსი კი პორტლენდს, როგორც ფაჩულიას, ასევე თორნიკე შენგელიას გუნდს, ატლანტასაც და ბრუკლინსაც უკვე განაღდებული აქვს დიდი ხანია პლეი-ოფში თამაშის უფლება და შესაძლოა ეს გუნდები აღმოსავლეთ კონფერენციის მეოთხედ ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. რეგულარული ჩემპიონატის 18 აპრილს დასრულდება. საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა, ძირითადი ხუთეულის წევრმა გიორგი ცინცაძემ უკრაინის საკალათბურთო ჩემპიონატში ასევე ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა, თუმცა მისი გუნდი კიევის ბუდეველნიკი მეოთხედ ფინალურ სერიაში პირველად დამარცხდა. კიეველებმა საკუთარ არენაზე მოპოვებული 2 გამარჯვების შემდეგ ივანო-ფრანკოვსკში ადგილობრივ გოვერლასთან წააგეს 7 ქულით 95-102. ქართველმა უკანახაზელმა კი უხკულიან შეხვედრაში 24 ქულა მიითვალა. მის აქტივში ასევე 5 შედეგიანი გადაცემა, 1 მოხსნა და 3 ჩაჭრა. ბუდეველნიკის სერიას 2-1 იგებს. მეოთხედ ფინალის მომდევნო შეხვედრა კვლავ ივანო-ფრანკოვსკში გაიმართება ხვალ. სერია 4 მოგებამდე გრძელდება. უკვე ცნობილია ის გუნდი, რომელსაც ბუდეველნიკსა და გოვერლას შორის უძლიერესი ნახევარფინალში გაეჯიბრება. ეს გახლავთ ლვოვის პოლიტექნიკა ხალიჩინა, რომელმაც იუჟნის ხიმიკი მშრალი ანგარიშით 4-0 გაანადგურა.